მე ვარ ქრისტინა მოსკალენკო, 13 წლის. ვსწავლობ მეოცე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის საჭმლის მომზადება, ხატვა და მუსიკა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს მუსიკა. ვსწავლობ მუსიკალურ სკოლაში და ვარ მესამე კლასში. გიტარა იმიტომ ავარჩიე, რომ ეს ინსტრუმენტი ყველაზე ახლოს არის ჩემთან. თავიდან ყველაზე მეტად აკორდების აღება გამიჭირდა. ყველაზე ადვილი იყო სიმღერის ტექსტის დამახსოვრება. მუსიკალურში ჩემი მასწავლებელია მანანა ბერიძე. ის არის მკაცრი, სამართლიანი, უყვარს ბავშვები და მისი საქმე. არ უყვარს რომ ბავშვები არ სწავლობენ და ტყუილად მოდიან. მას ურჩევნია რომ უფრო ბავშვი მოვიდეს გააცდინოს, მაგრამ მოვიდეს მომზადებული. მე რომ მასწავლებელი ვიყო, ვიქნებოდი ინგლისურის მასწავლებელი. ვიქნებოდი მხიარული და ყველა ბავშვს ძალიან ვიყვარებოდი. მუსიკალურში კონცერტი ჯერ არ მქონია. კიდევ კარგი, თორემ სცენაზე გამოსვლა საკმაოდ მსხვენია. მოოდ ბევრი სიმღერა მიყვარს, მაგრამ უფრო Do I Wanna Know. ბევრი სიმღერა მიყვარს, მაგრამ ახლა გამოვარჩევდი Do I Wanna Knows. მე რომ ახლა კარგი მუსიკოსი ვიყო, ჩემი პირველი სოლო კონცერტი ტაილანდში იქნებოდა. მან და მაინც ტაილანდში, იმიტომ რომ ეგზოტიკური ქვეყანაა. გიტარის გარდა კიდევ მინდა ვიცოდე პიანინოზე დაკვრა. სამწუხაროდ ჩემი ოჯახი არ არის მუსიკალური, კიდევ კარგი ამ სფეროში მე გამოვიდი ნიჭიერი. სახლში მაქვს წითელი აკუსტიკური გიტარა და კიდევ მინდა მქონდეს ელექტროგიტარა. ელექტროგიტარაზე დაკვრა იმიტომ მინდა რომ დიდი ხმა აქვს და მეზობლებს შევაწუხო. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს რომ კარგი მასწავლებლებია და კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია მარი მახარაძე. ყველაზე ცალკე არის ალექსანდრე. ყველაზე ჭკვიანია მათე ვერიძე. მე რო ყველაზე მშვიდი, ლამაზი და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია ბიოლოგია. საყვარელი მასწავლებელია ლალი დავითაძე. იმიტომ რომ ჩემსავით ლამაზია და კეცილი. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე სტომატოლოგი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ვეტერინარი. ახლა მინდა ვიყო 16 წლის. იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად უფრო ძლიერი გავხდები. მე ვარ ძალიან კარგი დიასახლისი. ასე იმიტომ მგონია საცვალაგებ და საჭმელსაც მომზადებ. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 8 წლის. ეს საჭმელი იყო შემწვარი კვერცხი. ახლა ყველაზე კარგად გამომდის სუპის გაკეთება. ჩემი საყვარელი საჭმელია ცეზარი. საჭმელების გამზადებაც და ყველაფერი რაც კარგად ვიცი, დედიკოს დამსახურებაა. დედიკო არის ლამაზი, პრანჭია, საყვარელი, კეთილი და ჭკვიანი. მამიკო არის კეთილი, მხიარული და სიმპათიური. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემით ვისწავლე. ყველაზე ხშირად ვხატავ, როდესაც ემოციურ განწყობაზე ვარ. უმეტესად ვხატავ პეიზაჟებს შავ-თეთრ ფერებში. ჩემი საყვარელი ფერებია ცისფერი და ნაცრისფერი და არ მიყვარს ვარდისფერი. ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაქვს 30 კარგი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, რომ ვტკბები მათი სილამაზით. ნახატებს არ ვყიდი, მაგრამ ზოგჯერ ვჩუქნი დედაშვილს და დას. ჩემი და არის 18 წლის და ქვია ვიკა. ის არის ცისფერთვალება, ლამაზი, კეთილი, მკაცრი და ფსიქოლოგიურად ძლიერია ძალიან. ჩემი ოცნების საჩუქარია სახლი სოფელში. მიყვარს ანიმების ყურება და ჩემი საყვარელი ანიმეა მკვლელი აკა. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მილიონერი. ბევრი ფული რომ მექნება, დავეხმარები ბავშვებს აფრიკაში. პირადად ჩემთვის ვიყიდი ბოლო მოდელის შავ მოტოციკლეთს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ავსტრალიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა: ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემ დეიდაშვილ სოფო გელაძესთან ერთად. შემდეგ მონაწილეს უტყუებ ასეთ შეკითხვას, რომელი სუპერძალა უნდა რომ მქონდეს? მე მაგალითად მინდა მქონდეს ფრენის სუპერძალა. ბედნიერება არის საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.